მეგობრებო, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ, რაც მინდა მოგიყვეთ. ჯილიმ გამოუშვა ესეთი ბრენდი, რომელიც საზღვია Galaxy. და ეს არის ბრენდი, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურებს ყველაფერს, რაც კი მოძრაობს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მალე იქნება ძალიან ბევრი Galaxy, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი ავტომობილები, ძალიან კარგი ფუნქციონალით და ძალიან დაბალ ფასში. წამოდით ვნახოთ და ვცლად მივმოიხილოთ თუ რა გვაქვს აქ. Galaxy-ს ბრენდზე. წავედით. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-ში შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. ესე იგი, რა გვაქვს პირველი? ეს არის Geely Starship 6, რომელიც თბილისში ღირს $15,000. რას გვაძლევს ეს $15,000-იანი ლამაზი ავტომობილი? ამ ავტომობილს აქვს 1.5-იანი მოტორი, ბენზინი, რა თქმა უნდა, შედაწვის ძრავა, რომელსაც აქვს, ეხლა ვეგეთყოთ, ჩავიხედო 112 ცხენის ძალა და აქვს ელექტრომოტორი, რომელსაც აქვს 163 ცხენის ძალა. აქვს რამოდენიმე ტიპის ელემენტი, რომელიც გადის 60 კილომეტრიდან ყველაზე პატარა და 120 კილომეტრამდე, ანუ ელექტრომუხტით გადის 120 კილომეტრამდე ყველაზე მეტს. ანუ ესე იგი 8 კილოვატ-საათიანი ელემენტი არის ყველაზე პატარა და თუ არ ვცდები 17 კილოვატ-საათიანი ელემენტი არის ყველაზე დიდი. მაგრამ ისევ და ისევ $15,000 რა სილამაზე გვაქვს აქ. დავიწყოთ, ვნახოთ რა ხდება ინტერიერში. ჩვენს გვერდზე ზის ჩინელი დავარქვათ მეგობარი, რომელიც ამჟამად ესაუბრება ავტომობილს თავის ენაზე და ავტომობილი რაღაცებს აკეთებს, ფანჯარაზე ჩაწია და მენიუში რაღაცები იცვლება. ეს რომ იცოდეთ, რომ ანუ ხმის მართვა ავტომობილს აქვს. ვიპოვეთ დაუმეგობრდით რამოდენიმე ორ ჩინელ ახალგაზრდას, რომელიც მოგვეხმარება ეხლა გვაჩვენოს თუ როგორ შეიძლება ხმით სიტყვებით ამ მანქანასთან საუბარი და რაღაც ფუნქციების გაკეთება. Can you do something please like open? Okay. 你好，银河。打开天窗。收到。ეხლა უთხრა გააღეო ლუკიო და ლუკი გაიღო. 你好，银河。怎么了？打开左侧车窗。小心哦。 ფანჯარა გააღეო და გაიღო. 你好，银河。来了。光一起听刘德播放华的着迷。播放音乐。好的。好的。 The music. Yeah. 没有找到你想听的， მუსიკა ჩაირთო. 看乡村突击队的。 If I try. 海报。 What you say? 你好 what? 好的。你好， Yeah? 银河。 你好银河. 再听。 Yeah, you can say. 구안비 청호. 主驾车上。 Whoa! Let's go! Yeah! Let's go! 가보고이다. Yeah. Thank you very much guys. Okay. Thank okay. you. Thank you. Okay. Oh, okay. 15,000-ში. კარგად ვზივარ. ლამაზად ვზივარ. მუსიკა ჩართო. დეტალები ინტერიერში აქვს კარგი ხარისხის, ცოტათი მაგარია, მაგრამ სირბილის ეფექტი აქვს. საჩხაპნი მასალა, რომელიც მალე გაიჩხაპნება, სალონში არ არის, მაგრამ შუაში არის ლაკირებული შავი პლასმასი, რომელსაც ეთყობა ძალიან თითები და ეხლაც ეთყობა ძალიან ბევრი დიდი რაოდენობის თითები, მაგრამ ისევ და ისევ რას ამბობთ ამ ფასში, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. დავხუროთ კარი
ამ წუთას დავხურეთ კარებები და მივაქციე ყურადღება იმას, რომ ძალიან კარგი ხმის იზოლაცია აქვს. აი მართლაც სიჩუმე ვაკუუმი მოხდა შეგეთ. ძალიან გამიკვირდა ამ კლასის ავტომობილში. იმიტომ ამბობ, რომ ეს ბაზარს გაანადგურებს. გადავჯდები უკან. და ვნახავ თუ რა ხდება ჩემს უკან. აი რა ხდება ჩემს უკან. წინ კარგად ვიჯექი. აქაც ჩვენთან წამოვგორდები. შვენივად ვზივარ. სასიამოვნო მასალებისგანაა დამზადებული. არაფერი ზე, ექსტრა, სუპერ არაფერი, მაგრამ იცით რა შეასაქმე თუ შევადარებთ მიახლოებით ერთ კლასს, C კლასის Mercedes-ზე უფრო დიდია. ალბათ უფრო I კლასის ზომაა შიგნით. მაგრამ უფრო სასიამოვნო მე ესე მგონია, რომ უფრო სასიამოვნოდ გძნობ შიგნით ამ ავტომობილში. 15000-ში რას ამბობთ და გადავედით ვნახოთ საბარგულში რა ხდება. ვნახოთ რა ხდება საბარგულში, თუ რა ზომის საბარგული აქვს. რა თქმა უნდა ეს მექანიკურია. ყოველ შემთხვევაში ამ ვერსიაში ღრმა საბარგული. ზომა პრინციპში ნორმალურია ამ კლასის ავტომობილისთვის, მეც გეტყვით ალბათ დიდია ამ კლასის ავტომობილისთვის. აღარ გავიმეორებ ფასს, ეს არის Geely Starship 6, სულ რაღაც 15000-ად. წავედით, გავაგრძელებთ ვნახოთ სხვა მოდელები. მეგობრებო, ეს არის Galaxy Starship 7 ვერსიაში EMI. რას ნიშნავს EMI? ეს ნიშნავს ეს არის ტენვადი ჰიბრიდი, plug-in ჰიბრიდი, როგორც ეძახიან. ეს არის ვერ გეტყვით რომ თლად პატარაა, არა, პატარაც არ არის, ეს არის საშუალო, ან საშუალოზე უფრო დიდი ზომის crossover-ი. ცოტა ტექნიკური ინფორმაცია. ამ crossover-ს აქვს 1.5-იანი, 1.5 ლიტრიანი ბენზინის შიდაწვის ძრავი. აქვს 112 ცხენის ძალა ამ ძრავზე, 238 ცხენის ძალიანი ელექტრომოტორი აქვს, 19 კილოვატიანი ელემენტი აქვს, წინა წამყვანი და შეუძლია გაიაროს 130 კილომეტრი ელექტროთი. შემდეგ უკვე ჩაირთვება ბენზინის მოტორი. ნახოთ რა არის შიგნით. ვაიმე რამ სიმძიმეა. ერთი და ხუთიანი შიდაწვის ძრავი, ინვერტორი, ფაერის ფილტრი, ანტიფრიზი. სხვათა შორის ვერ ვხედავ მეორე, ანუ ინვერტორის გამაგრილებელ ანტიფრიზს. ნუ თუ ერთი კონტური აქვს მხოლოდ და არა ორი. ვიზუალურად ერთი კონტური აქვს. შიდაწვის ძრავსაც და ინვერტორსაც. ან შეიძლება ვაფშე არ აქვს ინვერტორს, ამას ჩავეძიები და ვნახავ, აბა რა ხდება. ხოდით ვნახოთ რა ხდება შიგნით. ჩავჯდე და დავათვალიეროთ. 主驾朋友下午好，欢迎来到银河体验馆。 უკვე რაღაცას მესაუბრება, რა თქმა უნდა. 亮点功能 მოდით ვნახოთ. 带你一起感受银河 A7 的独特亮 იცით 点。 რა შეასაქმე? კარგი ხარისხიანი მასალისგან არის გაკეთებული. ყველგან ნორმალური ძაფებით არის, არაფერი არსად არ იმაშება, რა ქვია, არ გამოწეული არ არის არსად. გძნობაც ისეთი აქვს ხელს რო უსმევ, რომ აი ხარისხიანად შიგნით ჩამჯდარია ყველაფერი. Flyme sound-ი, სისტემა, აუდიო. ეს გონირკინა, კი ბატონო. საჭე, შვენიერი, ერთადერთი რაც ზოგს მოსწონს, მე მაგალითად ალბათ ვამჯობინებდი რომ არ კონდეს, ეს არის ლაკირებული შავი პლასმასის მასალა, რომელსაც ყოველთვის ეტყობა თითები, მაგრამ ხომ იცით ეს ავტომობილი რა ღირს? დიზაინში უხდება, გაწმინდავთ ხოლმე, უხდება. უზარმაზარი პანორამული სახურავი, ბოლომდე, სულ ბოლომდე არის პანორამული სახურავი. წავიდა, გაიღო, მივა სულ ბოლომდე, ეს არის ლუკი.
პანორამას აქვს ლუკი. ნახევარი სახურავი იღება, მეორე ნახევარი წავიდა უკან, მოკლედ მთლიანი პანორამა არის ეს. მასას მიკეთებს ამ დროს სანამ ვზივარ, იმიტომ არ მინდა დიდი ხანი გადმოსვლა. ეხლა ვნახოთ რა იქნება უკან. უსადენო სატენი ტელეფონის, კარგი აუდიო სისტემა, უსადენო ტელეფონის სატენი, აგრილებს სხვათა შორის ვენტილაციაც აქვს, აქედან უბერავს რომ გააგრილოს ტელეფონი და არ გაცხელდეს ტენვის დროს. აქ რა არის? პატარა ჩასადები აქვს და მე ვზივარ კარგად. ეხლა ვნახოთ როგორ დავჯდები უკან. ჩემს უკან. უიმე. აი ზომები. აი ზომები. გამოვწიოთ. აუ, რა კარგი დასაჯდომია. ძალიან კარგი დახრის დონე აქვს უკანა სავარძელს იმისთვის რომ როგორც არ უნდა დავჯდე კომფორტულად ზივარ. ეთქო კარგად მოიფიქრეს აი ეს მომენტი რა, რომ გემრიელად ზიხართ და ისეთი ფორმირებული სავარძელი აქვს, ფორმა აქვს ისეთი რომ რაღაცნაირად ზურგის უკან იმას გიშვებათ რა ქვია, ზურგს აწვება წელის მიდამოებში აი აქ, აი ესე აწვება და ზურგი არ აქტივდებათ, დარწმუნებული ვარ. ვინც დიდი ხანი იმოძრავებს, აი აქ აქვს ესეთი გამოწეული ადგილი. შვენიერი ტელეფონს ჩააგდებთ, დატენით, კონდიციონერი აგერ გაქვთ, ეს აგერ გაქვთ. არა, კარგია, ვნახოთ რა ხდება საბარგულში. წამოდით. 记得带好随身物品，明天试驾。 საბარგულში. თუ გავარტყავ პირველივე. გავარტყი. აბა ვნახოთ კამერა. საბარგული მშვენიერი ზომის. 1 2 3 დიდი ჩემოდანი ჩაეტევა. სავარძლები რა თქმა უნდა იხსნება, რა თქმა უნდა მექანიკურად, იმიტომ რომ ეს არ არის ესეთი ფასის ავტომობილი, სადაც ყველაფერი ელექტრო იქნება. ელექტრო მეხუთე კარები. ვერსიაში EMI როგორც გითხარით უკვე. Starship 7 EMI ვერსია, ჭრიჭინ ტესტი. ერთი ხმა ოდნავ პატარა ჭრიჭინიც არ გაუშვია. რას ამბობთ ამ ფასში? ეს ავტომობილი ღირს მინიმალურ კომპლექტაციაში $17,000, მაქსიმალურ კომპლექტაციაში $21,000. $21,000-ში ესეთი გაიარა ჭრიჭინ ტესტი 100%-ით. და აი მოვედით მეგობრებო, ეს არის Galaxy M9. როგორც გითხარით, წინა გადაცემებში გიყვებოდით, რომ Zikr 9X, Lincoln-Co 900 და ყველაზე უმცროს ძმას დავარქვათ ესე Galaxy M9-ს აქვს ერთი და იგივე ბაზა და ეს არის ალბათ დღევანდელი დღისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი სრული ზომის 7 ადგილიანი 4/4-ზე წამყვანი და პნევმატური დაკიდების სისტემით კროსოვერი ალბათ მსოფლიოში. იმიტომ რომ ეს ავტომობილი თბილისში ეღირება მიახლოებით $40,000. წარმოიდგინეთ ციფრები მოკლედ და კონკრეტულად. 1 და 5-იანი ძრავი 163 ცხენის ძალა. 3 ელექტრომოტორი შიგნით. გაივლის ერთი მუხტით 210 კილომეტრს და აქვს 40 გეტყვით ახლავე 41.5 კილოვატ-საათიანი ელემენტი შიგნით. სრული
სრული გარბენი იქნება 1300 კილომეტრზე მეტი შეიძლება ამან გაიბნოს დამუხტულმა და სავსე ავზით და თუ მიხვდებით რამდენი ცხენის ძალა აქვს ელექტრომოტორებს 707 პრაქტიკულად 9X-ის და Link&Co 900-ის უმცროსი ძმაა. შეხედეთ რაზე არის საუბარი. ძალიან ბევრჯერ ვიტყვი გავამახვილებ ყურადღებას $40,000. უბრალოდ შემოიხედეთ და ნახეთ რაზე არის საუბარი. შეხედეთ რა ინტერიერია, რა სალონია. Head-up display, პატარა მონიტორი წინ, უზარმაზარი, არა გაორმაგებული, არამედ ერთი მთლიანი გრძელი დისპლეი, ორი ტელეფონის სატენი. ნახეთ რა კარგი ხარისხისა. ხეს ხო გავს? იცით როგორი ხეა? იცით? მე მგონი მართლა ხეა. ხეა. ვაუ. გამიკვირდა. ისეთი კარგი გზნობა აქვს. ესე იგი, გავაგზავნოთ, ესე იგი, ვზივარ მშვენივრად, რა თქმა უნდა, მასაჟები, head-up display, ყველაფერი. ლუკი, უკან პანორამა, მონიტორი უკანა რა ლამაზი რაღაცეებია. თან სიტყვები არ მყოფნის ამასობაში რომ ყოფი, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია რომ ესეთ ფასში კი მესმის რომ ერთი პლატფორმაა, ერთი ბაზაა, Link&Co 900-ის და Zikr 9X-ის, მაგრამ ფასი აქვს საკმაოდ იმ დონეზე დაბალი ალბათ ესეთი კლასის ავტომობილისთვის, პნევმატური დაკიდებით და ესეთი ცხენის ძალებით და ყველაფრით, რომ რა ვიცი, აბა რა გითხრათ, უბრალოდ შეხედეთ კადრებს, დაათვალიერეთ რაოდენ ლამაზი რამე გამოვიდა. ეხლა ჩავჯდები უკან. სასაცილოდ იქნება ალბათ რომ შევამოწმო ჩემს უკან როგორ დავჯდები, მაგრამ აქ არის 3 რიგი და ჩავჯდები და ვნახავ როგორ ვეტევი ყველა რიგზე. რა მაღალი ავტომობილი ყოფილა. ესე იგი გავწიოთ სავარძელი, დავჯდეთ ისე, როგორც უნდა ვიჯდე მე. აი მე უნდა ვიჯდე ესე, იმიტომ რომ მაგიდაც კარგად ამაქვს, შეხედეთ მუხლები არ ედება მაგიდას, მაგიდაც კარგად ამაქვს, აქედან მაქვს რეგულირება წინა სავარძლის, აქ მაქვს relax mode, როდესაც გაიშლება ფეხებს გამიწევს და ეს სავარძელი წინ წავა, ფეხების დასალაგებლად, დიდი მონიტორი, კამერა, რომელიც აჩვენებს წინ მძღოლს თუ რა ხდება უკან, იგივე იყო უკაცრავად Link&Co 900-ში და Zikr 9X-შიც. armrest-ები, მაცივარი, რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი მაცივარი. დიდი ხარ? დიდი მაცივარია, დიდია კლიმატ კონტროლის სისტემა და გადავჯდეთ მესამე რიგზე. აი რა ხდება უკან. ესე იგი, რა მაქვს აქ? Type-C სავარძლების წინ უკან ზურგის მოძრაობა, გათბობა, რა თქმა უნდა, კონდიციონერი, დეფექტორები, ყველაფერი. ეს რა არის? აი ეს რა არის? ჭიქის ჩასადები ყოფილა. კარგით. ესე იგი, მე და კიდევ ერთი ადამიანი აქ გვერდზე პრინციპში ნორმალურად დავჯდებით. გადმოსვლა და ჩაჯდომა ნორმალური პროცედურაა, საჭიქე, სატელეფონე, სხვა ტყუილა არ ვთქვი, სატელეფონე. ესე იგი, ღვედები აქვს, დინამიკები, საუნდ სისტემა, ყველაფერი აქვს. აი ახლა მე ვზივარ აი აქა, აი ესე მაქვს მუხლები. ესე იგი, აი ამდენი დამჭა წინა სავარძლამდე და გადმოვჯდეთ, ვნახოთ ამ სავარძელზე როგორ დავჯდები ახლა მე. და გვეწოდინება ამ სავარძელზეც შვენივრად დავჯექი. წინაც ვიჯექი მე. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ როგორც ზემოთ ხსენებული იგივე პლატფორმის ავტომობილები, ესეც იგივე ზომაა და შეხედეთ უბრალოდ რაზე არის საუბარი, რა ხარისხზე და რანაირ
მასალებზე. ძალიან კარგი რამეა $40,000 კარგით რა. შევხედოთ თუ რა ხდება ჯილი M9-ს საბარგულში. ღილაკი ძალიან გავს პარკინგ სენსორს. შეხედეთ ჩემს სიმაღლეზე 1.90-ზე ისე გაიღო აი ვერც აი ცოტათი შემიძლია დავეჯახო. კაი, არა უშავს. მოკლედ სამ რიგიანი ავტომობილისთვის როგორც სხვა იგივე პლატფორმის ავტომობილებზე იგივე ზომის საბარგული აქვს. არაფერი ზე ელექტრონული სავარძლები, რომლებიც იკეცება სხვათა შორის. ოპ. წავიდა ქვევით. აი უყურეთ რაზეა საუბარი. აი ხა თავს ვედები. ეხა ავიღოთ და აუწიოთ. ავა. არა, კარებებს აღებენ და ამიტომ უუცებ ეგრევე არავა. წავიდა. მოკლედ, ადის. всё, ავიდა, всё, აღარ ვედები უკვე. ანუ რაღაც აი ამდენით ადის, ჩადის იმისთვის, რომ უფრო მარტივად ჩაალაგოთ შიგნით თქვენი ბარგი. ელექტრონულად ყველაფერი დაკეცოთ, ააწყოთ. კიდევ აიწია ზევით, უკვე რომ დავაჭირე ღილაკს, უკვე დახურვისას უკვე ავიდა და დადგა თავის კომფორტულ ზომაზე, როგორც უნდა იყოს. მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით აქ და მინდა გაჩვენოთ Galaxy, ეს არის Galaxy A7, Galaxy A6-ის უფროსი ძმა. ეს არის ავტომობილი კონკურენტი ისეთი ავტომობილების, როგორიც არის Toyota Camry მაგალითად, ან Volkswagen Passat. ორი ტიპის ელემენტი. სხვადასხვა ოფციებში ეს არის 8 კილოვატიანი ელემენტი, რომელიც გაძლევს თქვენ 70 კილომეტრის გარბენის საშუალებას ელექტროდამუხტზე და 18 კილოვატიანი ელემენტი, რომელიც გაძლევს საშუალებას გაიაროთ 120 და რაღაც 140 კილომეტრი ერთ მუხტზე. ვნახოთ, ჯერ დავჯდეთ უკან, მაინც ეს არის გრძელი ავტომობილი, დავჯდეთ უკან და ვნახოთ აბა რა ხდება უკანა სავარძელზე. რა ხდება უკანა სავარძელზე? იმ ფასში და ფასი არის მინიმალური 16 და მაქსიმალური 20 თბილისში, $1,000 რა თქმა უნდა. ამ ფასში თუ Camry-ის ფანატი და ფანი არ ხართ, ალბათ ეს ავტომობილი უნდა იყიდოთ, იმიტომ რომ ნახეთ, რა მხელა სივრცეა, რა კარგი ტყავი აქვს, რა სასიამოვნო მოსაკიდებელია, ხის იმიტაცია, ალუმინი, Climb audio, დიდი თქვათ ბოლომდე არა, მაგრამ პანორამული სახურავი, გავარქოთ ამას დიდი ლუკი, armrest-ი, ყველაფერი რაც გჭირდებათ, რომ ავტომობილში იყოს USB Type-C-დან დაწყებული, დამთავრებული, დეფლექტორებით, საიდანაც უბერავს კონდიციონერი. ნახოთ რა ხდება საბარგულში. საბარგულში ახატია, რომ აქ აქვს ღილაკი. დავაჭიროთ, რა თქმა უნდა. ელექტროვერსიაც არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მექანიკური ვერსია და არის ღრმა. ღრმა არის, როგორც E-კლასის Mercedes, ესეთი ღრმა საბარგული აქვს. ამ ბოლო დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვივიწყებთ ისეთ რაღაცას, როგორიც არის სათადარიგო საბურავი, უმეტესობას ეს არ აქვს. ეხლა კი ჩავჯდეთ წინ. აბა ვნახოთ. რა ხდება საჭესთან? 有幸好，歡迎進入吉利銀河全新書品座艙。你可以通過你好銀河全 რა თქმა უნდა, ხმით მართვა ყველაფერი ამჟამად აი აქამდე მასაჟს მიკეთებს. ვიღაცამ სავაზლების გასმობა ჩართო და თბილია. კარგი, გემრიელი საჭე. აი ნახეთ რა რაზეა საუბარი. აი ესე, როდესაც კიდევთ ხელს საჭეს, აი ესე. ფორმა აქვს ისეთი, რომ კარგად გიჭირავთ საჭე. აი ზუსტად კარგად გიჭირავთ საჭე. აღმოჩნდა რომ თურმე აბსოლუტურად მგვალი საჭე არც თუ ისე გემრიელია, როგორც ოდნავ ზევით ჩაღუნული რა. დიდი უზარმაზარი ეკრანი, ხის იმიტაცია, ლაკირებული პლასტიკი. არაფერი არ ჭრიჭინებს, არაფერი არ გრუხუნებს. რბილად იხურება კარებები.
სასიამოვნო ლამაზი ინტერიერი, რა თქმა უნდა, უსადენო სატენით და ქვევით უამრავი ადგილია სხვადასხვა რაღაცეების ჩასადებად. დიდი ღრმა armrest-ი ქვევით. აბა ვნახოთ რაზეა საუბარი. ლუკიც ქონია. არა მარტო პანორამა, არამედ ლუკიც. გავწიეთ პანორამა, წავიდა ლუკი. მოკლედ, ეს არის უფრო მე რომ მკითხოთ, უფრო ლამაზად და გემრიელად აწყობილი Camry. შიგნით კამერაც გვაქვს შიგნით. რა თქმა უნდა, უმაღლეს კომპლექტაციაში გეკნებათ ისეთი როგორიც არის 365 გრადუსის კამერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ფასში $20,000 მაქსიმუმში, ძალიან, მე მგონი ღირს ეს ავტომობილი $20,000 მაქსიმუმში, თავის head-up display და ყველაფრით. ეს არის A7. გადმოვინაცვლეთ, ესე იგი, ვაგრძელებთ A7-ის ხაზს, ეს არის Galaxy A8, ეს არის კიდევ უფრო დიდი ავტომობილი. პრაქტიკულად იდენტურია, ერთადერთი განსხვავება ეს არის ვიზუალი და ეს არის ეს არის ის, რომ ეს ავტომობილი უკვე იწყება საქართველოში 20-დან $25,000 სეგმენტში. ეს არის უკვე დიდი ავტომობილი და მე რომ მკითხოთ, თუ A7 არის Camry-ის ზომა, ეს არის უკვე Superb-ის ზომა. თან არის form factor-ში, რომელიც გავს liftbacks, მაგრამ ამასობაში liftback-ი არ არის, ეს არის sedani, უბრალოდ უკან ფორმა აქვს როგორც liftbacks, ანუ დახრილი უკანა შუშა, რომელიც გადადის საბარგულის კარებში. აბა ვნახოთ რა ხდება ამ ავტომობილში. შიგნით აბა ჩავჯდეთ და ვნახოთ. პირველი რაც ხდება თვალებში ამ ავტომობილში A7-თან შედარებით, ეს არის მისი საერთო გრძნობები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეგრევე როგორც კი ჯდებით ავტომობილში, ეგრევე გრძნობთ უფრო მაღალი ხარისხის ინტერიერს, უფრო სხვანაირი გრძნობას პლასმასისას, ტყავისას, ambient lighting-ი. ამ ავტომობილს უკვე მოსაქაჩი სახელური არ აქვს იმისთვის, რომ გააღოთ კარები. აქ უკვე ღილაკზე იღება კარები. უკვე ელექტრონულია. ვიზუალურად წინ იგივეა, უბრალოდ უფრო მაღალი ხარისხის და ambient lighting-ი. რაც ეხება სახურავს, აქ ლუკი აღარ იღება. აქ არის სრული პანორამა, რომელიც ეხლა არის ჩამუქებული. ამ ავტომობილს არ აქვს არკა, ეს ავტომობილი უკვე უარკო კარებებით არის. ვნახოთ რა ხდება ჩემს უკან. ჩემს უკან მშვენიერი დიდი ადგილია, რომელშიც ძალიან კარგად ვეტევი და რა თქმა უნდა, armrest-ში უკვე გვაქვს საჭიქე, სატელეფონო, დიდი ჩასადები, სქელი ფართე armrest-ი. კიდევ რა თლიან სახურავზე გვაქვს პანორამა, იწყება სულ წინ, მთავრდება ბოლომდე უკან, დეფლექტორები, სატელეფონო ჭიქები და სხვათა შორის აქედან შეგიძლიათ მართოთ წინა სავარძელი, წინა მარჯვენა სავარძელი. ანუ უფრო არა, ეს უკვე სრულფასოვანი ბიზნეს კლასის სედანია, რომელშიც შეხედეთ რამდენი ადგილი არის მთლიანად. ალკანტარის სახურავი აქვს, გათბობა, გაგრილება, მე მგონი მასაჟი და უკანა სავარძლის გაწევა წინ და უკან. ეს ძალიან კარგი რამეა და ღილაკი, რომელთაც აი ესე აღებს კარებს. მოკლედ, ვნახოთ რა ხდება საბარგულში. ამ liftback-ის ფორმის სედანში. აბა თუ მივხვდები, როგორ იღება საბარგული. შევხედეთ, მივხვდი. რა თქმა უნდა, ელექტრონული ამ კლასში უკვე მექანიკური ვერ იქნება. i7-ს უფრო დიდი საბარგული აქვს, მაგრამ აქაც საკმაოდ დიდი ზომაა, ორი ჩემოდანი თავისუფლად. რა თქმა უნდა, ლამაზია. ჩემი გადმოსახრიდან ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე i7. ეს არის Galaxy i7.
გადმოვედით შემდეგ ავტომობილზე, ეს არის MPV, ეგრეთ წოდებული მინივენი ჩვენებურად. ეს არის Galaxy V900. ამ ავტომობილის ფასი ჯერ არ ვიცით. მიახლოებით 2-3 დღის განმავლობაში გვეტყვიან ამ ავტომობილის ფასს, ჯერ ანონსი არ ყოფილა, მაგრამ ეს არის იგივე Galaxy, ეს არის დიდი, საკმაოდ დიდი ზომის MPV. ჩვენ ვიცით, ესე იგი ფასზე მარჩიელობთ, რა შეიძლება იყოს. იქიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ Galaxy ცდილობს განადგუროს ყველა ავტომობილი, რაც კი დადის ქუჩაში, თავისი ფასები და თავისი ხარისხით. ალბათ სავარაუდოდ ჩვენ ესე გონია, რომ იქნება M900 ფასი და იგივე, რა თქმა უნდა, ჰიბრიდული, იგივე ელემენტები, იგივე რენჯი და ასე შემდეგ პრაქტიკულად როგორც M900. უბრალოდ ეს არის MPV მინივენი. აბა ვნახოთ რა არის შიგნით. ეს არის Reserve Edition ამ ვერსიას ესე ქვია. უბრალოდ შეხედეთ როგორ უნდა შევიდე შიგნით. 2 საფეხურით. 1, არასწორია. 1, 2 და 3. აი, სავარაუდოდ ეს. ძალიან რატომ მე უცხოა ამ ავტომობილში ჩაჯდომა? ბორბლის ბაზა, ბორბლის თავი არის პირდაპირ აი აქ. ანუ აქედან გამომდინარე, ფეხისთვის მარჯვენა მხარეს დიდი ადგილი აღარ რჩება. გამოდის, რომ აი ხა მე ბორბლის თავზე მიდევს ფეხი, მაგრამ რაც ეხება შიდა მოცულობას, აქ არ გვაქვს ლუკი, მაგრამ აქ გვაქვს ესეთი დიდი მულტიპანელი, საიდანაც შეგვიძლია გავაღოთ კარები, დავხუროთ უკანა კარები, იგივე მარჯვნივ ყველაფერი. ეს ჯერჯერობით არ ვიცი რა არის, მაგრამ ცდი ეს არის პანორამული სახურავის გახსნა და დახურვა. დიდი მონიტორი, 2 სატენი გაგრილებით, რა თქმა უნდა. მილიონჯერ აღარ გავიმეორებ, მაგრამ აუ რა მასაჟს აკეთებს, მილიონჯერ არ გავიმეორებ, მაგრამ ვიტყვი რომ ძალიან კარგი ხარისხის მასალაა. მე მომწონს, საერთოდ გიждდებით ჩვენ ყველანი, მთელი ჩვენი ჯგუფი, რომ ამ ავტომობილებს, Galaxy-ს ესეთი საოცარი ფასები აქვს უბრალოდ. დიდი მოცულობა, გადმოვიდეთ და ვნახოთ აბა რა ხდება უკან. ნახოთ რა ხდება უკან. ნახეთ რაზეა საუბარი. 1, 2 ვაუ. ამ ხელას სივრცე ყოფილა და ნახე, წევარ. ბოლომდე წევარ. ყველაზე საინტერესო რა არის? ესე იგი მე წევარ ბოლომდე. ეხა გამოვწევ სავარძელს. აი მაგალითად, აი ესე რომ ვიწვე, ხო? აი ესე რომ ვიჯდე. აი ესე რომ ვიჯდე. აქ მაქვს. აქ მაქვს 60 ვატიანი შტეფსელი და USB-C. შტეფსელი და USB-C აქვს მაქვს. მაგიდან აქ შევაერთე რაღაცა ესე დავჯექი, მაგრამ აი ესეთ ჩემი ჯდომის დროს. აქ მაქვს ეს რა ქვია მონიტორი და მოდით ახლა მე წავალ და ვეცდები დავჯდე მესამე რიგში. შეხედეთ რა მაგრავზი ვარ, ანუ გდივარ, ანუ წევარ. ყველაფერი მაქვს საჭიქეებიდან დაწყებული, გაგრილებით და გათფობით დამთავრებული. ანუ ეს ხომ ესე, ხო წევარ, კიდევ ერთხელ წევარ პრაქტიკულად. და მოვდივარ და მოდით თუნდაც დავჯდები მაგალითად, არა, მანდა რა, აი აქ დავჯდები. იმიტომ რომ ამის უკან ვიყავი. შეხედეთ, რაზე არის საუბარი, სიტყვები არ მყოფნის. თან მოდით გაჩვენოთ, აქ მაქვს პლანშეტი. აი ესე. აქედან ვაკეთებ, შემიძლია ელემენტარულად მაცივარიც გავაღოს და გაიღო წინ მაცივარი. მაცივარში რომელშიც ეტევა 9 ბოთლი. მე მგონი ჯობია ადამიანმა ერთხელ ნახოს
ვიდრე 1000-ჯერ ციფრები და რაღაცებს ციფრებს უყუროს, ჯობია ერთხელ ნახოს, აი, ჩემს მაგალითზე თუ რაოდენ დიდი სივრცე აქვს და რაოდენ ხარისხიანი მასალები აქვს. მინდა გითხრათ, ყოველთვის ამკარებებზე ამბობენ, რომ ყოველთვის ჩამოიკიდება და ასე შემდეგ, ხო? ესე იგი, აი ეს მართველი რკინა შედის აი ამ სიღრმეზე, შიგნით, ანუ ძალიან მყარად იქნება ეს ჩამჯდარი ეს კარები და დაიჭერს სიმყარეს მთლიანი კონსტრუქციის. საბარგული. ნახეთ რაზეა საუბარი. აგიხსნათ სიტუაცია. აი რაზეა საუბარი. ისო დავხურო, ადგილიც მექნება. ანუ, რავი, აბა სადგინახიათ MPV მინივენი, რომელსაც 3 რიგი აქვს და უკან კიდე ამდენი ადგილი რჩება. რაღაც V-class long-ებს აქვს ხოლმე ესეთი რაღაცეები Mercedes. რომელიც რაღაც კატასტროფა ფასები ღირს. კატასტროფული ფასები ღირს ეგ ავტომობილები. ეს კი 900. უცნაურია, ფას მალე გავიგებ. მე ვამბობ, რომ ეს დაბალი ფასია, იმიტომ რომ მე წარმომიდგენია და ვიცი რას აკეთებს თვითონ ბრენდი Galaxy. მაგრამ ფას გავიგებთ და აუცილებლად შეგატყობინებთ. დამერწმუნეთ, ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ნებისმიერი ამ კლასის ავტომობილი.